საღამომშვიდობის თბილისის დროით ზუსტად 7 საათი ეთერში აპოსტების მთავარი საინფორმაციო გამოშვება. მე ანა აშორდია ვარ, ახალამბებში ნახავთ. კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემების დაკავშირების პროცესში. ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის სტატუსი მიანიჭა. რა მნიშვნელობა აქვს გადაწყვეტილებას საქართველოს ენერგეტიკული განვითარებისთვის? ისტორიული პროგრესი და საერთაშორისო აღიარება. საქართველოს ხანგრძლივი დემოკრატიზაციით ევროპისა და ატლანტიკური სივრცის საუკეთესო ხუთეულშია კეთილდღეობის 12 წლიანი პროგრესით კი მსოფლიოში პირველ ადგილზე. რა წერია ატლანტიკური საბჭოს 2026 წლის ანგარიშში. გაზრდილი საგარეო ვაჭრობა და ექსპორტის მაჩვენებლები. 2026 წლის იანვარ-მარტში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 6 მილიარდ დოლარამდე შეადგინა. როგორია საქსტატის ოფიციალური მონაცემები. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შეურაცხყოფა და სტიგმატიზება. ნიკა გვარამიას სიძულვილის ენას არ ღალატობს. საზოგადოების მწვავე რეაქცია და ოპოზიციონერების თავის მართლება. უნგრეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, ოპოზიციის სპეკულაციები, გლობალური გამოწვევები, გარე თავდასხმები და საქართველოს ხელისუფლების ეროვნული პოლიტიკა. რა განცხადებები გაკეთდა პარლამენტის სესიაზე, გიყვებით რამდენიმე წუთში. 48 წელი ისტორიული მოვლენებიდან. დღეს დედაინის დღეა. როგორ აღინიშნა თარიღი საქართველოში? მეგაპროექტი, რომელიც საქართველოს ენერგოჰაბად აქცევს და ახალ შესაძლებლობებს ქმნის ქვეყნისთვის. ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის სტატუსი მიანიჭა. გადაწყვეტილების შედეგად საფლაგმანო მნიშვნელობის პროექტი ევროკავშირის ენერგეტიკული კანონმდებლობის ქვეშ ექცევა, რაც იმას ნიშნავს, რომ შესწავლისა და მშენებლობის ნებართვების მისაღებად პროექტი გამარტივებული პროცედურებით ისარგებლებს და ამასთანავე სამართლებრივი, ფინანსური და ადმინისტრაციული მხარდაჭერა იქნება ევროკავშირის მხრიდან. გლობალური გამოწვევების ფონზე ევროკავშირის ენერგიის მიწოდების დივერსიფიკაცია უმთავრეს ამოცანად იქცა. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის ისტორიული პროექტი კი მწვანე ენერგიის გარანტორია. ნუცა კოროშინაძე გიამბობთ. საქართველოს როგორც უალტერნატივო სტრატეგიული დერეფანი და ევროკავშირისათვის საფლაგმანო მნიშვნელობის პროექტის ავტორი. ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის სტატუსი მიანიჭა. ამ სტატუსის მინიჭების შედეგად შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ექცევა ევროკავშირის ენერგეტიკული კანონმდებლობის ქვეშ, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებართვების მიღება და მშენებლობის პროცესი კიდევ უფრო მარტივი და სწრაფი იქნება. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი უმნიშვნელოვანესი ქართული ინიციატივაა, რომელიც მოემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. წყალქვეშა კაბელის მშენებლობა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ენერგეტიკული სექტორის გაძლიერებისთვის და საექსპორტო პოტენციალის ზრდისთვის. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფს საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის ექსპორტს ევროკავშირში, მაგრამ ამასთანავე ის გააძლიერებს ევროკავშირის ენერგო უსაფრთხოებას და ენერგო დამოუკიდებლობას. ისევე როგორც ძალიან მნიშვნელოვანი და დიდ ბიძგს მისცემს ზოგადად სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკულ სექტორს. საქართველოს უალტერნატივო სტრატეგიული დერეფანია, რომლის მოდერნიზება და ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობა ევროპის ეკონომიკურ უსაფრთხოებას და სტაბილურობაზე პირდაპირ აისახება. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ციფრული და წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები. ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს მიერ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ორმხრივი ინტერესის სტატუსის მინიჭება უმნიშვნელოვანესი ეტაპია. PMI სტატუსის მინიჭების შემდეგ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ექცევა ევროკავშირის ენერგეტიკული კანონმდებლობის ქვეშ, რაც პროექტს უზრუნველყოფს გამარტივებული ნებართვების პროცესებითა და ევროკავშირის ფინანსური, სამართლებრივი და ადმინისტრაციული მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში ჩატარებულმა ტექნიკურ-ეკონომიკურმა კვლევამ უკვე დაადასტურა, რომ პროექტი ტექნიკურად და ეკონომიკურად განხორციელებადია. მმართველი გუნდის განცხადებით, მსოფლიოში
არსებული გამოწვევების ფონზე შუა დერეფანს განსაკუთრებული როლი ენიჭება. ამ პროცესში კი საქართველო მნიშვნელოვანი მოთამაშეა. საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით ევრობიუროკრატების მიკერძუებული რიტორიკის მიღმა ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში საქართველოს მნიშვნელოვან სახელმწიფოდ მიიჩნევენ, რომელიც უალტერნატივო სტრატეგიული დერეფანია. პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობენ ხალხის ძალის წევრებიც. ესეთი მნიშვნელობის პროექტები, როდესაც საქმე ეხება ენერგეტიკას, როდესაც საქმე ეხება დაკავშირებადობას და არა მხოლოდ ენერგეტიკული კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ პროექტის დაანონსებისთანავე, როდესაც ჯერ მარტო პროექტირებაზე იყო საუბარი საზოგადოებამ და ყველა მხარე ძალიან კარგად ხვდებოდა და ვაცნობიერებთ და ვიცოდით თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ეს პროექტი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ევროპისთვის. ასე რომ გითხრათ რომ მოულოდნელი იყო ამას მოგატყუებთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ეს პროექტი დაანონსების დღიდანვე ვიცოდით თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იქნება და ძალიან მისასალმებელია და მოსალოდნელიც იყო რომ მას მიენიჭებოდა პრიორიტეტული პროექტის სტატუსი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ თუ ჩვენ ასე ვთქვათ პოლიტიკურ რიტორიკას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ცარიელ პოლიტიკურ ინტერესია დამყარებული გვერდზე გადავდებთ, ევროკავშირი საქართველოს ბუნებრივია რეალობაში განიხილავს როგორც იმ აუცილებელ სახელმწიფო სტაბილურ, განვითარებულ, ასე ვთქვათ, მას შორის ლოჯისტიკური საშუალებებით და დამაკავშირებელს აღმოსავლეთსა და დასავლეთ შორის, მათ შორის ენერგეტიკის მიმართულებით და სწორედ ამ წყალქვეშა კაბელის მშენებლობა არის უკვე აღიარებულად პირველ პრიორიტეტად ჩასმული. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტში ვიღებთ მონაწილეობას. პირველ რიგში შუა კორიდორი, რომლის მნიშვნელობაც გასმაგებული არის სოფლიოში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე და სადაც ჩვენ საკვანძო ადგილს თამაშობთ, ჩვენ ვართ ფაქტობრივად ხერხემალი ამ პროექტის აზერბაიჯანთან ერთად და რაც ამ პროექტის განსავითარებლად არის მნიშვნელოვანი, აბსოლუტურად ყველაფერი ვითარდება საქართველოში ძალიან სწრაფი ტემპით. ეს არის ავტოსაგზაო მაგისტრალები, პორტები, აეროპორტების გაფართოება, რკინიგზის მოდერნიზაცია და უშუალოდ ელექტროდამოუკიდებლობის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი არის, რა თქმა უნდა, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, ეს ევროკავშირმა აღიარა როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი. ევროკავშირი და საქართველო პრაგმატულად, ეკონომიკურად ერთი მიმართულებით იყურებიან და ორივე მხარისათვის არის სასარგებლო ამ კაბელის ამოქმედება. რა თქმა უნდა, ეს არის ეკონომიკურ ინტერესებზე დაფუძნებული ერთობლივი და საერთო პროექტი, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ პოლიტიკური ინტერესი შეიძლება მოკლევადიან პერიოდში იყოს განსხვავებული, თუმცა გრძელვადიან პერიოდში, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ინტერესები განსაზღვრავს საერთო პოლიტიკურ ინტერესებსაც მომავალში. ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა ეს ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკა არისთვისაც არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. პორტი თავის მხრივ შავი ზღვის რეგიონის უმსხვილესი სატრანსპორტო კვანძი გახდება, რომელიც საქართველოს როლს საერთაშორისო ვაჭრობაში მნიშვნელოვნად გააძლიერებს. ისტორიული პროგრესი და სალიდერო პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში. საქართველოს ხანგრძლივი დემოკრატიზაციით ევროპის და ატლანტიკური სივრცის საუკეთესო ხუთეულშია. კეთილდღეობის 12-წლიანი პროგრესით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა. შეფასების 100%-იანი სისტემით ჩვენმა ქვეყანამ 75.5% მიიღო და ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა. 2026 წლის ანგარიში ატლანტიკურმა საბჭომ გამოაქვეყნა. გავლენიანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ქვეყნები თავისუფლებისა და კეთილდღეობის ინდექსების საფუძველზე სხვადასხვა ინდიკატორებით შეაფასა, სადაც საქართველოს თითქმის ყველა მიმართულებით მაღალი შეფასება აქვს, რიგ საკითხებში მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს, უსწრებს ნატოს, ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს. დეტალებს ნანუკა წითელაშვილი გიამბობთ. ეკონომიკა, განათლება, სოციალური თანასწორობა, კანონის უზენაესობა და უსაფრთხოება. ქვეყნის განვითარების ძირითადი კრიტერიუმებით საქართველოს პროგრესს განიცდის. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დადასტურება კი საერთაშორისო გავლენიანი ორგანიზაციის ატლანტიკური საბჭოს ანგარიშია, რომელიც თავისუფლებისა და კეთილდღეობის ინდექსებს დაეფუძნა. შედეგები კი ასეთია: ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს კეთილდღეობის 12-წლიანი პროგრესით, სადაც ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა და შეფასების 100%
100%-იანი სისტემით ჩვენმა ქვეყანამ 75.5% დაიმსახურა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ 2013 წლიდან დღემდე საქართველოს იმ ინდექსის მიხედვით, რომელიც ეკონომიკას, განათლებას, თანასწორობასა და ცხოვრების ხარისხს ითვლის, ყველაზე პროგრესირებადი ქვეყანაა. კეთილდღეობის რეიტინგში საქართველოს უსწრებს ყველა მეზობელ სახელმწიფოს, ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას და ევროკავშირისა და ნატოს წევრ 5 სახელმწიფოს: ბულგარეთს, თურქეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას და მონტენეგროს. საქართველოს გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა და ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკურ მასდამ 9.3% შეადგინა, რაც აღნიშნული ინდექსის გაუმჯობესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინვესტიციების ზრდა, მიმზიდველი ბიზნეს გარემო პირდაპირ აისახება მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაზე და აღნიშნული მიმართულებით საქართველოს მთავრობას ამბიციური გეგმები გააჩნია. ატლანტიკური საბჭოს ანგარიშის მიხედვით საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი ქვეყანაა დემოკრატიის მიმართულებითაც და ევროპისა და ატლანტიკური სივრცის საუკეთესო ხუთეულშია. ანგარიშის მიხედვით 2012 წლის შემდეგ დემოკრატიული პროგრესი მხოლოდ მონტენეგრომ, ჩრდილოეთ მაკედონიამ, მალტამ, საქართველომ, ლატვიამ, ჩეხეთმა, ირლანდიამ და ესტონეთმა განიცადეს. ატლასი, რომელიც გამოაქვეყნა ატლანტიკურმა საბჭომ, კეთილდღეობის თვალსაზრისით საქართველოს არის გამორჩეული ქვეყანა და 50 საუკეთესო ქვეყანას შორის არის და ბუნებრივია საქართველოს წლიდან წლამდე გააგრძელებს თავისი პოზიციების გაუმჯობესებას. გარდა ამისა, საქართველოს მოხდა ძლიერი პოლიტიკური თავისუფლების მქონე მუდმივი დემოკრატიის კატეგორიაშიც. პოლიტიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით ჩვენი ქვეყნის მიმდინარე შეფასება 75.1% შეადგენს. ასეთი მაღალი შეფასება კი საქართველოს მხოლოდ 2013 წლიდან მოყოლებული უწყვეტად აქვს. მანამდე კი ამ შესაძლებლობას მუდმივად მოკლებული იყო. ჩვენმა ქვეყანამ ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო ისეთ წამყვან კრიტერიუმებში, როგორიცაა არჩევნები და 100%-იანი სისტემით 82.4% დაიმსახურა. შემდეგ მოდის სამოქალაქო თავისუფლებები, სადაც საქართველოს 81.8% აქვს. მართველი გუნდის განცხადებით, ჩვენი ქვეყნის უწყვეტი პროგრესი სხვადასხვა მიმართულებით იმ სწორი პოლიტიკის დამსახურებაა, რასაც ქართული ოცნება ატარებს. თითოეული ესეთი კვლევა და განსაკუთრებით ესეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის კვლევები და ორგანიზაციის კვლევები ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს და მიუთითებს იმ სწორ პოლიტიკაზე, სწორ ინსტიტუციონალურ პარტნიორობაზე, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე იმ ჯანსაღ სინთეზზე შიგნით ქვეყნის შიგნით ინსტიტუციებს შორის, რომელიც შემდეგ წარმოშობს და აისახება იმ რეიტინგებში და იმ ციფრებში, რომელსაც ჩვენ კვირიდან კვირამდე თვითონ ვხედავთ ჩვენი ქვეყნის მიმართ. საუბარია მართლობის სისტემაზე, მართლმსაჯულების სისტემაზე, საუბარია ეკონომიკის, ასე ვთქვათ, სეგმენტზე, საუბარია ადამიანის უფლებებზე, საარჩევნო უფლებებზე და საარჩევნო სისტემაზე. ამიტომ ეს არის კომპლექსური ხედვა და შეჯამება და ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ამ მიმართულებით აქვს ძალიან მაღალი რეიტინგი. თავისუფლებისა და კეთილდღეობის ინდექსები მსოფლიო ბანკის გლობალური მართლობის ინდიკატორებს, გაეროს და სხვა საერთაშორისო გავლენიანი ორგანიზაციების კვლევებსა და მეცნიერულ ექსპერტიზას ეფუძნება. საქართველოს ეკონომიკის პროგრესი და მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკა, რომელსაც კონკრეტული შედეგები აქვს. მიმდინარე წლის მარტში საქართველოსდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მაჩვენებლები შთამბეჭდავია. მონაცემები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23%-ით მეტია. პოზიტიური ტენდენციებია საგარეო ვაჭრობის მიმართულებითაც 2026 წლის პირველი კვარტლის წინასწარი მონაცემებით ბრუნვამ 5 მილიარდს გადააჭარბა. მთავრობის ეკონომიკურ გუნდში პოზიტიურ მაჩვენებლებს ქვეყანაში ბიზნეს აქტივობის ზრდის ტენდენციას უკავშირებენ, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ზრდის გაძლიერებას, ეს კი პირდაპირ აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე. თეკლა ბესტავაშვილი გიამბობთ. საქართველოს ეკონომიკა იზრდება, ამას საქსტატის მორიგი ანგარიში ადასტურებს, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის იანვარ-მარტის წინასწარი მონაცემებით საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 მილიარდს გადააჭარბა. ექსპორტი გასულ წელთან შედარებით 23.1%-ით არის გაზრდილი. მთავრობის ეკონომიკურ გუნდში განმარტავენ, რომ აღნიშნული მაჩვენებლები კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყანაში ბიზნეს აქტივობების ზრდას, რაც პოზიტიურად აისახება ეკონომიკური ზრდის ტემპებზე და შესაბამისად პირდაპირ კავშირშია მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებასთან.
მარტის თვეში ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა და ექსპორტის მოცულობა 687 მილიონ $. გადააჭარბა, რაც მარტის თვესთან შედარებით რეკორდული მაჩვენებელია. ასევე აღსანიშნავია, რომ იანვარ-მარტის მონაცემებიც რეკორდულია და კერძოდ ექსპორტის დაახლოებით 23%-იანი ზრდა ფიქსირდება, ხოლო ექსპორტის ღირებულება $1.7 მილიონ აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მაჩვენებლები კიდევ ერთხელ მეტყველებს ქვეყანაში ბიზნეს აქტივობის ზრდაზე, რაც საბოლოო ჯამში პოზიტიურად აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს. ექსპორტის მიმართულებით მიღწეული ნებისმიერი წარმატება კომპლექსური და თანმიმდევრული აქტივობების შედეგია. სააგენტო აწარმოეს საქართველოში წლების განმავლობაში სხვადასხვა ხელშემწყობი მექანიზმის საშუალებით აქტიურად უჭერს მხარს ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიებს. საქართველო წარმოდგენილია ყველა საკვანძო საერთაშორისო ღონისძიებაში, რაც ქართველ მეწარმეებს აძლევს შესაძლებლობას დაამყარონ კონტაქტი პოტენციურ შემსყიდველებთან. საქართველო წარმოდგენილია თითქმის ყველა საკვანძო საერთაშორისო ღონისძიებაში, რაც უწყობს ქართველ მეწარმეებს ხელს, რომ დაამყარონ კონტაქტი პოტენციურ შემსყიდველებთან, რაც დროთა განმავლობაში გადაითარგმნება ექსპორტის ტრანზაქციაში. კომპანიებს თავაზობთ უცხოელ შემსყიდველებთან დაკავშირების სერვისს, ასევე მუშაობს სხვადასხვა კომპონენტი, რომელიც თქვათ მარკეტინგის კუთხით გამოიყურება, ასევე გეგმავთ ახალ ინიციატივებს, რომელიც ელექტრონულ კომერციას შეუწყობს მნიშვნელოვნად ხელს და ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სააგენტოს მხარდამჭერით 40 კომპანია უკვე განთავსებულია მსოფლიოში ყველაზე მსხვილ B2B ელექტრონულ პლატფორმაზე alibaba.com. საერთაშორისო გაყიდვებზე ორიენტირებული კომპანიები აქტიურად სარგებლობენ სახელმწიფოს მიერ ბიზნესისთვის განკუთვნილი შეთავაზებებით, რომლებიც კომპანიებს კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და გლობალურ ბაზრებზე პოზიციების გამყარებაში ეხმარება. მოსავლის დაახლოებით 80% გადის ექსპორტზე, ხოლო 20% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. ჩვენი ძირითადი საექსპორტო ბაზრები არის კალფის ქვეყნები, თუმცა ასევე გაგვაქვს როგორც ევროკავშირში, ასევე ინდოეთში. ძალიან აქტიურად თანამშრომლობთ აწარმოე საქართველოსთან და ძალიან გვეხმარება აწარმოე საქართველოს საერთაშორისო გამოფენებში მიღების თვალსაზრისით. პრაქტიკულად ყველა ჩვენი პარტნიორი, რომელიც გვყავს ამდენი წლის მანძილზე, შევძელით რომ მათთან ურთიერთობა დავალაგოთ აწარმოეს დახმარებით საერთაშორისო გამოფენებზე მიღებით. სფეროს ექსპერტები კი წლის ბოლომდე ექსპორტის ამ ტენდენციის კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და ეკონომიკის გაზრდას ელოდებიან. როცა ექსპორტი ესე იზრდება, ეს ბუნებრივი არ არის სამხრივი ფაქტორებით. თავარია რომ ადგილობრივი ექსპორტია გაზრდილი. არა, მთლიანი ექსპორტში ადგილობრივი ექსპორტის ზრდა ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივი წარმოება იზრდება. ადგილობრივი წარმოების ზრდა არის ყველაზე დიდი ინდიკატორი დასაქმების თავისუფლად და როცა ჩვენ საუბრობთ, რომ პარალელურად უმუშევრობა მცირდება, ეს არის ერთ-ერთი მანიშნებელი ნიშანი ამის. მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიზანი დადებითი ტენდენციების შენარჩუნება და საერთაშორისო ბაზრებზე ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდა. უნგრეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, ოპოზიციის სპეკულაციები, გლობალური გამოწვევები, გარეთ თავდასხმები და საქართველოს ხელისუფლების ეროვნული პოლიტიკა. დღეს საპარლამენტო განხილვის მთავარი თემა იყო. დეპუტატებმა არჩევნებში გამარჯვება საპარლამენტო ტრიბუნიდანაც მიულოცეს პიტერ მადიარს და იმედი გამოთქვეს, რომ უნგრეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ახალი ხელისუფლების პირობებშიც გაგრძელდება. პოლიტიკური გამოსვლების თემა იყო მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, შეცვლილი პოლიტიკური დღის წესრიგი და ამ ფონზე თუ როგორი უნდა იყოს ქვეყნის პოლიტიკა. აქცენტი გაკეთდა მშვიდობის შენარჩუნებისა და სუვერენიტეტის მნიშვნელობაზე. ვრცლად სოსო ელისაშვილის სიუჟეტში. უნგრეთში გამართული საპარლამენტო არჩევნები და თბილისსა და ბუდაპეშტს შორის ურთიერთობები, ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მიერ ქვეყნის დაზიანების მცდელობები და პირველადი მოხმარების პროდუქციაზე ფასების შემსწავლელი კომისიის მუშაობა. ამ და სხვა საკითხებზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონმდებლებმა პოლიტიკური განცხადებების ფორმატში იმსჯელეს. დეპუტატებმა პიტერ მადიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს და იმედი გამოთქვეს, რომ უნგრეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ახალი ხელისუფლების პირობებშიც გაგრძელდება. რის საფუძველსაც მადიარის პირველი
განცხადებები იძლევა. სახელმწიფო გუნდის წარმომადგენლებმა პარალელი საქართველოსთანაც გაავლეს და აღნიშნეს, რომ უნგრეთში დამარცხებული არჩევნების შედეგებს აღიარებს და ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე პარლამენტს ბოიკოტს არ უცხადებს. მინდა რომ მიულოცო პიტერ მაგიარს და მის პარტიას არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება. არჩევნებმა ჩაიარა მშვიდ გარემოში, იყო კონკურენტული პროცესი და უნგრეთს ყავს არჩეული ხელისუფლება. ნორმალურ ქვეყნებში სწორედ ასე ხდება, რომ დამარცხებული აღიარებს შედეგებს და წლების განმავლობაში ბოიკოტს არ უცხადებს პარლამენტს და ქვეყანას არ აჯანჯღარებს საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გამო. ისეთი წყალწაღებული და პოლიტიკურად გაკოტრებული აღმოჩნდა ჩვენი ადგილობრივი ოპოზიცია, რომ ამ შემთხვევაშიც კი საათსა და ორბანის წაგებაში ეძებდა სიხარულის მიზეზს თუ რაღაც შვებას. თითქოს ბუდაპეშტში მიღებული ეს შედეგი აქ თბილისში მათ რაიმე პოლიტიკურ არსებობას თუნდაც ხელოვნურად შეუნარჩუნებდა. თუმცა პირველივე პრესკონფერენციაზე მომავალი პრემიერის ყველამ მოისმინეთ ამ ადამიანმა მათ ილუზიებსაც ეს ილუზიების დაამსხვრია და მათ იმედებს გადაასხა ცივი წყალი. როდესაც განაცხადა, რომ ის გააგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას, მეგობრობას, ის არ აპირებს და მისი ინტერესი არ არის სხვა ქვეყნის შიდა პროცესებში ჩარევა და რომ ის მზად არის თუნდაც მაგალითად თბილისში ვიზიტისთვის. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ხედავთ სოციმედიაშიც უკვე რა კამპანიაა აგორებული ამ ურთიერთობების დაზიანებისთვის, მაინც გვაქვს ჩვენ იმის იმედი, რომ საერთო ინტერესების საფუძველზე ჩვენ შევძლებთ ურთიერთობების, ამ მეგობრობის, იმ სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელებას, რომელიც ჰქონდა ამ პერიოდის განმავლობაში. პოლიტიკური განცხადებების ფარგლებში მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა გლობალური გამოწვევებისა და მსოფლიო პოლიტიკაში არსებული ცვლილებების შესახებაც ისაუბრეს. დეპუტატებმა განმარტეს, რომ მნიშვნელოვანია არსებული ვითარების გათვალისწინებით საქართველოს პრაგმატული, ეროვნულ იდენტობაზე დაფუძნებული და მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული პოლიტიკით ხელმძღვანელოს. ევროპული პოლიტიკის არაერთმა შეცდომამ და ევრობიუროკრატიის არათანმიმდევრულმა ნაბიჯებმა იქამდე მიიყვანა საქმე, რომ ტრანსატლანტიკური ურთიერთობები მნიშვნელოვნად შესუსტდა. სახელმწიფოები პირველ რიგში მოქმედებენ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. საქართველოს დღევანდელი პოლიტიკა ეფუძნება პრაგმატიზმს და რეალისტურ გეოპოლიტიკურ ხედვას. ვიცავთ ჩვენ სუვერენიტეტს, ჩვენ ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს. საქართველო არის სახელმწიფო, რომელიც მდებარეობს ძალიან მნიშვნელოვან რეგიონში. ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს ეკონომიკურ და სატრანსპორტო კავშირს სხვადასხვა რეგიონს შორის. ბუნებრივია ასეთ გარემოში სხვადასხვა ძალა ცდილობს გავლენის მოპოვება ზოგჯერ პოლიტიკურ პროცესებზე, ზოგჯერ საინფორმაციო სივრცეზე, ზოგჯერ კი საზოგადოებრივ განწყობებზე. ჩვენი პასუხი ასეთ ცდელობებზე არ არის პანიკა, არ არის ემოციური რეაქცია და არ არის მუდმივი თავის მართლება. ჩვენი პასუხი არის სტრატეგიული სიმშვიდე, პასუხისგებლიანი პოლიტიკა და ქვეყნის ინტერესებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით სპეკულაციებიც სცადეს. საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობებს სასურსათო პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასწარმოქმნის შესწავლის მიზნით შექმნილი დროებითი კომისიის თავმჯდომარემ უპასუხა. შოთა ბერეკაშვილმა განმარტა, რომ კომისიამ მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია და უკვე არსებობს კონკრეტული გეგმა და რეკომენდაციები, რასაც სექტორს გაუზიარებენ. ფასების შემსწავლელ კომისიაზე თქვენმა ერთ-ერთმა წევრმა ამ კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ფასები შეიძლება ვერ შეამციროთ. მე არასოდეს არ მithქვამს, რომ შეუძლებელია ფასების შემცირება, პირიქით პატივი უნდა ვცეთ კომისიის მუშაობას. ჩვენ კომისიის ფარგლებში 80-ზე მეტი კომპანია შევისწავლეთ საქართველოში, როგორც წარმოებელი, ასევე იმპორტიორები, ასევე დისტრიბუტორები, საცელო ქსელები. შევისწავლით მათი ბიზნეს პროცესები, საოპერაციო ხარჯები, ფინანსური მდგომარეობა, კაპიტალის სტრუქტურა, 7 სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება შევისწავლეთ და დიახაც გვაქვს გეგმა, რომელზედაც მუშაობთ და აქტიურად მუშაობთ და გვექნება დასკვნა კონკრეტული რეკომენდაციებით და კონკრეტული ნაჯბიჯებით და კონკრეტული სტრუქტურული ცვლილებებით, რომელიც საბოლოო ჯამში აღნიშნულ სექტორს ძალიან კონკურენტულარიას გახდის, ძალიან ეფექტურს გახდის და ჩვენ მივიღეთ სისტემურ შედეგს. და ასევე ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი იქნება აღნიშნულ სექტორის მონიტორინგი შევძლოთ, რადგანაც სექტორს კონდეს ფინანსური დისციპლინა, თუ შეგიძლიათ პროცესში ჩაერთვეთ პროაქტიულად, თუ არა და ძალიან გთხოვთ წინასწარ დასკვნებს ნუაკეთებთ.
ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა. დიმიტრი ხუნდაძემ ყურადღება დემოგრაფიული კუთხით არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ არჩევნებამდე 2 წელი რჩება განსახორციელებელი პროექტები კი ჯერ კიდევ მრავლადაა. ხალხის ძალის გენერალურმა მდივანმა იმ საჭიროებებზეც ისაუბრა, რის წინაშეც ცხეთამთიანეთის მხარე დგას და აღნიშნა, რომ საკითხებზე ხელისუფლების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია ჰქონდა და რეაგირების პირობაც მიიღო. ლადო ბოჟაძემ კი სახელმწიფო ბანკისა და ფარმაცევტული ქარხნის შექმნასთან დაკავშირებით ევროპელი სოციალისტების ინიციატივები გააჟღერა და ხელისუფლებასთან მის მიერ წარმოდგენილ საკითხებზე მსჯელობის მზაობა გამოხატა. დემოგრაფიულ პრობლემებზე და ოჯახური ფასეულობების გაძლიერებაზე ხშირად ვსაუბრობთ, მაგრამ კონკრეტული ინიციატივები არ ჩანს. კიდევ კარგი რომ პლასმასის აკრძალვაზე მთავრობის გადაწყვეტილება გადავადა, თორემ მომხმარებელს პროდუქცია მყისიერად გაუძვირდებოდა. მე როგორც ცხეთამთიანეთის დელეგატი უამრავ პრობლემას ვაწყდები ადგილზე, რაც მხოლოდ ამ რეგიონისთვის არ არის დამახასიათებელი. ვითვალისწინებ იმას, რომ ადგილობრივი რესურსით ეს პრობლემა ვერ გვარდება და სულ ზევით სადღაც არის საძიებო გადაწყვეტილების ადგილი, ამიტომ მეც ზევით მივაკითხე ინფრასტრუქტურის მინისტრს. ის დამკვიდრა, რომ უახლოეს დღეებში თავად ესტუმრება მცხეთას ადგილზე მოინახულოს პრობლემებს და მაქვს იმედი, რომ ეს პრობლემები ერთხელ და სამოთ მოგვარდება. გვინდა ამ ტრიბუნიდან დავაყენოთ ფარმაცევტული ქარხნის, სახელმწიფო ფარმაცევტული ქარხნის შექმნის საკითხი. არ იგულისხმება, კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, სახელმწიფო აფთიაქების შექმნას, იგულისხმება, რომ ყველა სააფთიაქო ქსელში იქნება კონკრეტული დახლი, სადაც გაიყიდება სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ლიცენზირებული მედიკამენტები და გაიყიდება მინიმალურ ფასად, რადგან სახელმწიფო საწარმო არ და ვერ იქნება ორიენტირებული მოგებაზე. იქნებ კიდევ ერთხელ ვიფიქროთ სახელმწიფო ბანკის შესახებ, რომელის შექმნის შესახებ განსაკუთრებული აქცენტი გაკეთეს რეგიონებზე, წვრილ საშუალო ბიზნესის განვითარებაზე, იმისაც რომ ადამიანებს ადგილზე ჰქონდეთ დასაქმების საშუალება. დღესვე გიორგი გახარიას გუნდის მხრიდან სხვადასხვა კუთხით სპეკულაციებსა და მოსახლეობაზე манипуლირების მცდელობასაც ჰქონდა ადგილი, რასაც მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა უპასუხეს. ჩვენმა გუნდმა მოგეცით შესაძლებლობა მინიმალური ხელფასი 1050 ლარზე მეტი ყოფილიყო. თუმცა თქვენ ამაზეც უარი თქვით. ეს არის პოპულიზმი, რა თქმა უნდა, ჩვენ მოხარულები ვიქნებით, რომ მინიმალური ხელფასი 1000 კი არა 5000 ლარი იყოს და პენსია 200 ლარით კი არა 1000 ლარით გაიზარდოს. მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პენსიებზე და გეკითხებით, რომ რას მოაკლებდით ბიუჯეტიდან ამ თანხას, თქვენი პარტიის პოზიციაა, რომ უსაფრთხოების სამსახურს და პოლიციას, ხო? და ეს უპასუხისმგებლო მიდგომა არის. არჩევნების გზით მოგიწევთ წასვლაო, კი, რა თქმა უნდა, ქართული ოცნებაც ჩანაცვლდება, როდესაც ეს დრო დადგება არჩევნების გზით, ოღონდ ჩანაცვლდება ეროვნული ხელისუფლებით, ვინც არ იქნება მართული აგენტი გარედან და სამწუხაროდ დღეს მთლიანად მთელი რადიკალური ოპოზიცია გარედან ხართ მართულები და მაკედან გამომდინარე ნულოვანი შანსი გაქვთ ქართული ოცნების ჩანაცვლების. დეპუტატებმა პოლიტიკური განცხადებების ფარგლებში მოსახლეობას დედაენის დღეც მიულოცეს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ნაცოპოზიცია სიძულვილის ენას არ გააუტობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების შეურაცხყოფისა და აუტისტური სპექტრის აშლილობის სტიგმატიზების გამო ნიკა გვარამია მწვავე κρიტიკის ობიექტია. ეს რადიკალი ოპოზიციონერისგან აგრესიის გამოვლინების პირველი შემთხვევა არ არის. მან პოლიტიკური ოპონენტების დაკნინება ამჯერადად შეშმო პირების უფლებების შელახვით სცადა, თუმცა ოპონირების აღნიშნული არაეთიკური და შეურაცხყოფელი მეთოდი მმართველი გუნდის შეფასებით თავად ავტორის პიროვნულ და პოლიტიკურ ღირებულებებს წარმოაჩენს. საზოგადოების მწვავე რეაქციის შემდეგ ნიკა გვარამიამ პოსტი წაშალა, თუმცა ბოდიშის მოხდის ნაცვლად საკუთარი თავის გამართლება ისევ სიძულვილის ენით სცადა. ანე შანიძე კი ამბობთ. ოპოზიციის გარკვეული ჯგუფის დაკნინებას სურდა, თუმცა საკუთარი თავის წარმოჩენა გამოუვიდა. ნიკა გვარამიამ ოპონირების მეთოდად ისევ სიძულვილის ენა აირჩია და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შეურაცხყოფა მიაყენა. თლად პოლიტიკური აუტისტები მაინც ნუ ილაპარაკებთ ყველასთვის ხელის ჩამორთმევაზე და ხალხთან შეხვედრებზე. ვინმე ცინიკოსმა ძალიან აბუჩად არ აგიგდოთ. ერთ-ერთი პირველი, ვინც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სიძულვილის ენის გამოყენების გამო გააკრიტიკა, რატი იონათამიშვილი იყო, რომელმაც დაწერა, რომ პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს ყველას, ვინც შშმ პირებს შეურაცხყოფს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ გვარამიას შეახსენა ისიც, თუ როგორ არ ზრუნავდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე, განათლებასა და მათთვის სათანადო გარემოს შექმნაზე.
ცხადია გვარამიასგან ჩვენ ეს არ გვიკვირს, ის არის ჩვენ საზოგადოებაში სიძულვილის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მაგრამ მაინც არის უკიდურესად შემაშფოთებელი, როდესაც ამ სიტყვებით ის პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებს არა მხოლოდ აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებსა და მათი ოჯახის წევრებს, არამედ მთლიან საზოგადოებასაც. ეს არის ამ ადამიანების სახე, რომლებიც ყველაფერს კადრულობენ და ყველაზე დაბიო სიძულვილისთვის არიან მზად საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის რბილად რომ ვთქვათ, არაეთიკური მეთოდის გამოყენება ოპოზიციონერ პოლიტიკოს უკან ბუმერანგის პრინციპით დაუბრუნდა, რადგან პოლიტიკური ოპონენტების ნაცვლად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლებისა და ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების განრისხება გამოიწვია. სპეციალისტების თქმით, გვარამიას განცხადება დისკრიმინაციულია და აძლიერებს სტიგმას. გვარამია, რომელიც ცნობილია თავის დამოკიდებულებით საქართველოს მოქალაქეების მიმართ, აგდებული დამოკიდებულებით, ეხლა უკვე აუტიზმის მქონე ბავშვების და აუტიზმის მქონე ადამიანების შეურაცხყოფა მოახერხა, ნებისმიერი დიაგნოზის უარყოფით კონტექსტში მოხსენიება არის ამ დიაგნოზის მატარებელი ადამიანის შეურაცხყოფა. იქნება ეს ყრუ პოლიტიკოს სიტყვის, კოჭლ პოლიტიკოს სიტყვის თუ ნებისმიერი რაც არ უნდა თქვას, დაიმახსოვროს, რომ ეს არის ამ დიაგნოზის მატარებელი ადამიანის შეურაცხყოფა. და კიდევ ერთი აუტიზმი არ არის დაავადება. როდესაც დადიხართ, იქ ნახეთ ერთი როგორ ექცევიან პოლიტიკოსები განსხვავებულ ადამიანებს და რა ლექსიკას იყენებენ ზოგადად. რა უბედურება ეს ახლა სულ ესე გამოსვლა და ადამიანის მდგომარეობით ლანძღვა და გინება. ესე კარგი პოლიტიკოსი არ იქცევა, ჯერ ჩამოყალიბდით კარგი პოლიტიკოსებად და მერე იბრძოლეთ და მერე მოგთხოვეთ ხალხს რომ ხმა მოგცეთ. იმედია მეტი ასეთ ვიდეოს ჩაწერა აღარ მომიწევს და აღარავინ აღარ მოიხსენიებს ჩემი შვილის მდგომარეობას ესე ხვის დასაკნინებლად. საზოგადოების აღშფოთებამ ნიკა გვარამიას სტატუსის შეურაცხმყოფელი ნაწილი წააშლმევინა, თუმცა ახალი დაწერა, რომელშიც არცაც ჩანს სინანული, არც შეცდომის აღიარება და თავს გრამატიკის ცოდნით იწონებს. ამბობს, რომ ბრჭყალებში რასაც ჩასვამს და ზედსართავად პოლიტიკურს რასაც დაუწერს, ყველაფერი დასაშვებია. მისივე სიტყვები რომ გამოვიყენოთ, ამ პოლიტიკურ ამორალობას მწვავე რეაქცია კომენტარებშივე მოხვა. ხალხმა შეახსენა, რომ ბოდიში აქვს მოსახდელი. სახელმწიფო გუნდში კი იხსენეს, რომ პოლიტიკაში სიძულვილის ენისა და სისხლის დამკვიდრებაში გვარამიას წვლილი დიდია. კარგად გვახსოვს თუნდაც მისი და მისი კოლეგების და პარტნიორების პერფორმანსები, ბილდსიტყვაობა, გინება პირდაპირ ეთერში და ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც ჩვენ ესე ვთქვათ, დისკრიმინაციულ და ამორალურ გამოხდომებს და გამონათქვამებს ვისმენთ მისგან, ნამდვილად სამწუხაროდ არ ახალია ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს მიუთითებს მის პიროვნულ სახეზე, თავი დავანებოთ პოლიტიკას, თავი დავანებოთ ესე ვთქვათ, მის პოლიტიკურ აქტივობას და პოლიტიკურ სტატუსს დღევანდელს, ეგრეთ წოდებულ პოლიტიკურ სტატუსს დღევანდელს, იმიტომ რომ კარგად ვიცით მისი წარსული და ალბათ სწორედ მისი წარსულის და მისი პიროვნების გამოძახილია თითოეული მისი მხრიდან ესეთი ბინძური, არასწორი, არაეთიკური შეურაცხყოფელი განცხადებები, ამას საზოგადოება როგორც აფასებდა, ისე შეაფასებს. დღევანდელი ფაქტი გვარამიას მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენების პირველი შემთხვევა არ არის. ფსევდოევროპულად მოაზროვნე ოპოზიციონერ პოლიტიკოს პოლიტიკური ოპონენტების დაკნინება არაეთიკური მეთოდით აქამდეც არაერთხელ უცდია. ხო გიჟებთან გვაქვს საქმე, ხო? თან არც თუ ისე განვითარებული ინტელექტის გიჟებთან და პოლიტიკურ სიგიჟეს აღარ გულისხმობ უკვე. სიგიჟეს გულისხმობ როგორც სიგიჟეს. დღევანდელი ტექსტი არ არის ნორმალური ადამიანის მიერ დაწერილი. ჟურნალისტმა გვარამიამ საზოგადოებას თავი ბილდსიტყვაობით და შეურაცხმყოფელი რიტორიკით დაამახსოვრა. პოლიტიკაში გადასვლის შემდეგ კი იმიჯისთვის ლექსიკა გაფილტრა, თუმცა ფაქტია, რომ შენიღბვას კარგად ვერ ახერხებს და წლების შემდეგაც რეალურ ბუნებას პერიოდულად მაინც ამჟღავნებს. სტიქიის მესამე დღე კახეთში უხმანალექმა და ადიდებულმა მდინარეებმა არაერთი სოფელი დააზარალა, შედეგებს 6 მუნიციპალიტეტში ითვლიან. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. უხმანალექის შედეგად ადიდებულია მდინარე ალაზანი, რის გამოც მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდულია. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური მძიმე ტექნიკით, ამ დრომდე იწმინდება მდინარის კალაპოტები და სანიაღვრე არხები. სტიქიის ზონაში იმყოფება რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე. დეტალები ჩვენ სიუჟეტში.
დატბორილი სახლები, დაზიანებული ინფრასტრუქტურა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. კახეთში სტიქიას ამ დრომდე ებრძვიან. მძიმე შედეგებს რამდენიმე მუნიციპალიტეტში ითვლიან. ერთკვირიანი წვიმის შედეგად ადიდებული მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა. წყლის მასა სანიაღვრე სისტემამ ვერ გაატარა. განადგურდა ვენახები და მრავალწლოვანი კულტურები. რთული ვითარებაა ლაგოდეხში. მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე მდინარეების წყლის დონე ისევ მაღალია, რაც დატბორვის საშიშროებას ქმნის. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. იწმინდება სანიაღვრე არხები და მდინარეებზე ნაპირგასამაგრი ჯებირები ეწყობა. ვითარებას რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო. ძირითადად პრობლემები გვაქვს მდინარის კალაპოტის გაწმენდასთან დაკავშირებით და ნაპირსამაგრის სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით ასევე საგზაო დეპარტამენტის რეგიონული განვითარების სამინისტროს და სახელმწიფო რწმუნებულის ჩართულობით უმოკლეს ვადებში მივიღებთ უკვე იმ ნაბიჯებს, რომელიც პრობლემის უკვე მთლიანად და სიღრმისეულად გადაწყვეტას მოხმარდება. ლაგოდეხში ადიდებულია მდინარე ალაზანი. ის გამოც მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა ბაკურციხე წნორი ლაგოდეხის მიმართულებით შეზღუდულია. პრობლემურ მონაკვეთებზე ყველა შესაბამისი სამსახური ინტენსიურად მუშაობს. იწმინდება ქვიშა-ნაშალისგან ჩახერგილი ხევების კალაპოტები და სანიაღვრე არხები. წნორი ლაგოდეხის გზასთან დაკავშირებით, რომელიც არის თბილისის ბაკურციხე ლაგოდეხის შემადგენელი ნაწილი, როგორც მოგეხსენებათ, მდინარე ალაზნის ადიდების შედეგად, დონე მაიწია, სტიქიის პირობებში მოხდა მდინარის გზაზე გადმოსვლა. ამ ეტაპზე საავტომობილო გზის მოძრაობა დაკეტილი არის, თუმცა ველოდები დაკვირვების რეჟიმში ვარ და როგორც კი მდინარის ზონე დაიწევ, შესაბამისად მოხდება საავტომობილო გზის მოძრაობის გახსნა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. ლაგოდეხის გარდა წყალდიდობა მყვარლისა და გურჯაანის სოფლებიც დააზარალა. სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გარდა დაზიანდა ინფრასტრუქტურაც, დაიტბორა სახლების პირველი სართულები და სარდაფები. სამაშველო სამსახურმა წყლის ამოტუმბვის სამუშაოები მყისიერად დაიწყო. რამდენიმე დღის უკან მოსულმა უხმან ალეკმა შექმნა პრობლემები მუნიციპალიტეტში და შესაბამისად მუნიციპალიტეტები თავისი რესურსით პირველივე საათებიდან ჩაერთნენ სალიკვიდაციო სამუშაოებში. აღნიშნულში გვეხმარებოდნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები, მათ შორის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. წყლებია შევარდნილი ოჯახებში. მოსავალი რამე საზამთროები ყველაფერი სუწაიო. 12 სანტიმეტრზე ჩემთან ბოსტაში წყალი დგა. სალაც ფოთოლი მაქვს 25 მიასედი. ეხლა ვიდექი წყალში ვჭრიდი და ისე უნდა წავიღო ქალაქში, ეხლა ეს ჩავაბაროს. აი ესე არის გაუბედურებული და მზე გამოვა და მოხარშავსო გააფუჭებს და დავრჩების არიელის. სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოები მესამე დღეა საგანგებო რეჟიმში გრძელდება. ლაგოდეხში, ყვარელში და გურჯაანში ადგილზე რჩება მძიმე ტექნიკა, იწმინდება სანიაღვრე სისტემები. სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის. შინაგან საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან მაიკლ ოფლაიერთან. შეხვედრის ფარგლებში გეგა გელაძემ ადამიანის უფლებათა კომისარს გააცნო დეტალური ინფორმაცია როგორც სამინისტროს საქმიანობისა და პრიორიტეტული მიმართულებების თაობაზე, ასევე მიმდინარე და განხორციელებული რეფორმების შესახებ. მხარეებმა ასევე განიხილეს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებული ვითარება, ასევე მიმოიხილეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროპის საბჭოს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხი. რეკლამის დროა პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით. რეკლამის შემდეგ პოსტების საინფორმაციო სამსახური თქვენთვის მუშაობას აგრძელებს. ზრუნვა ადამიანების ჯანმრთელობასა და გარემოზე პლასტიკის აკრძალვის რეგულაციების ნაწილი უკვე ძალაშია. ქვეყანაში აიკრძალა სურსათისთვის განკუთვნილი პლასტიკატის გარკვეული პროდუქციის წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. 1 ივლისიდან საზოგადოებრივი კვების ობიექტებს სრულად შეეზღუდებათ მომხმარებლებისთვის პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის მიწოდება. პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების აკრძალვის რეგულაციის ამოქმედება კი 4 წლით გადავარდა. მთავრობამ გადაწყვეტილება ბიზნესის ინტერესების გათვალისწინების შესაბამისად მიიღო, რამაც ასევე გამორიცხა სამომხმარებლო ფასებზე გავლენის რისკიც. მარიამ ნებიერიძე გიამბობთ.
ქვეყანაში ერთჯერადი პლასტმასის გამოყენების შეზღუდვა ეტაპობრივად მკაცრდება. მიმდინარე წლის 1 აპრილიდან უკვე აიკრძალა ერთჯერადი პლასტმასის ნივთების, ჩანგლების, დანების, კოვზების, თეფშების, საწრუპებისა და სხვა მსგავსი პროდუქციის, ასევე გაფართოებული პოლისტიროლის, კონტეინერებისა და ჭიქების წარმოება, იმპორტი და მათი ბაზარზე განთავსება. 1 აპრილიდანვე სახელმწიფო შესყიდვებში აღარ დაიშვება პლასტმასის ჭიქებისა და კონტეინერების, ასევე 3 ლიტრამდე პლასტმასის ბოთლებით სასმლის შეძენა. 2026 წლის 1 ივლისიდან შეზღუდვები გავრცელდება კვების ობიექტებზეც. რესტორნებსა და კაფეებს აიკრძალებათ მომხმარებლისთვის საკვებისა და სასმელის მიწოდება ერთჯერადი პლასტმასის კონტეინერებით, ჭიქებითა და პლასტმასის ბოთლებით. 1 ივლისიდან კვების ობიექტებს, საზოგადოებრივი კვების ობიექტებს აეკრძალებათ ნებისმიერი პლასმასის კონტეინერით და ჭიქით სურსათის მიწოდება მომხმარებლისთვის და გარდა ამისა 2026 წლის 1 ივლისიდანვე კვების ობიექტებს აეკრძალებათ პლასმასის ბოთლებით სასმელების რეალიზაცია. რაც შეეხება საქართველოს მთავრობის ხდომაზე გაკეთებულ განცხადებას გარკვეული ნორმატიული აქტის ამოქმედების ვადის გადაწევასთან დაკავშირებით, ეს უკავშირდება პლასმასისგან დამზადებული, პლასმასის ბოთლებში ჩამოსხმული სასმელების წარმოებას, გარდა ექსპორტის მიზნის წარმოებისა, იმპორტს და ბაზარზე განთავსებას. პლასტმასის გამოყენების შემცირების მიზნით საქართველოს მთავრობის მიდგომა პრინციპულია ეკოლოგიური და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნებისკენ არის მიმართული, თუმცა ბიზნესთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად გარკვეული მიმართულებით აღსრულების ვადები გადაიხედა. კერძოდ, პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვა 2031 წლის 1 თებერვლამდე გადაიწია. გადაწყვეტილების მიზანია ინდუსტრიამ შეუფერხებლად შეძლოს ალტერნატიულ შეფუთვაზე გადასვლა და წარმოების პროცესის ადაპტირება. ცხადია, ბიზნესისთვის მარტივი არასდროს არ არის, იმიტომ რომ ეხება კონკრეტულ გაყიდვებს, კონკრეტულ პროდუქტს და ამ შემდეგ, თუმცა როდესაც გვაქვს რეგულაცია, ჩვენ უნდა გადავეწყოთ კომპრომისის შედეგი იყოს სწორედ ის, რომ რაღაცა ნაწილი რეგულაციების ახლა ამოქმედება, თუმცა რაღაც ნაწილი გადაიდო 4 წლით. ამასთან ის სტანდარტები და რეგულაციები, რომელიც ხელს უწყობს გარემოს ნაწილში მიკროპლასტიკისგან დაცვას ჩვენი გარემოსი, ბუნებრივია, ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და გვესმის, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ვადების გადახედვის გადაწყვეტილებამდე რეგულაციებზე მუშაობის პარალელურად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების მოსაზრებები მოისმინა. მხარეებმა იმსჯელეს პლასტმასის უარყოფით ზემოქმედებაზე და შეთანხმდნენ მის მავნე ეფექტებზე. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების თქმით, მსგავსი ფორმატის კონსულტაციები მნიშვნელოვანია, რადგან მათ ეძლევათ შესაძლებლობა პროცესში აქტიურად ჩაერთონ და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ. გადავადდა 4 წლით ამ რეგულაციის ძალაში შესვლა, რაც ძალიან სასიამოვნო და მისასალმებელი არის. მოვისმინეთ პრემიერის განცხადება, რომ ბიზნესთან იქნებოდა კონსულტაციები, ძალიან მალე ჩაინიშნა. გამომდინარე იქიდან, რომ ეს რეგულაცია 2027 წლის 1 თებერვალს ძალაში არ შევა, შესაბამისად რაც მოსალოდნელი იყო, რომ მომხმარებლისთვის ფასი გაიზრდებოდა 1 ლიტრ პროდუქტზე 2-ჯერ, 2.5-ჯერ, ეს აღარ მოხდება და მომხმარებლებს პროდუქცია არ გაუწვირდება. პლასტმასის აკრძალვასთან დაკავშირებული დადგენილების გადახედვაზე პარტია ხალხის ძალა საუბრობდა. პარტიაში აცხადებენ, რომ პლასტიკის მოხმარება კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, თუმცა ბიზნეს სექტორისთვის მიცემული რამდენიმე წლიანი ვადა გონივრული ალტერნატივების მოსაძიებლად საკმარისი იქნება. მთავრობის გადაწყვეტილება, რომ პლასმასის ჭურჭლის გამოყენებასთან დაკავშირებით რეგულაცია 4 წლით გადაავადოს, მისასალმებელია, იმიტომ რომ ეს დრო ბიზნეს ნამდვილად ჭირდება თავიანთი ბიზნეს პროცესების ადაპტაციისათვის, ახალ მოთხოვნებთან დაკავშირებით და გარდა ამისა, მე ვფიქრობ, მთლიანად პლასმასის ჭურჭლის აკრძალვა არ იქნება გამართლებული, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვნად გააძვიროს პროდუქციას. ვფიქრობ, ერთჯერადი გამოყენებისათვის შეიძლება გარკვეული რეგულაციები დაწესება. ამ რეგულაციებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი დათქმა, რაც გარემოსათვის ზიანის მიყენებას შეამცირებს, ეს არის აი ამ პლასმასის ერთჯერადი პროდუქციის გადამუშავების ციკლის აწყობა. ჰორმონალური დისბალანსი, რეპროდუქციული სისტემის დარღვევა, ონკოლოგიური პათოლოგიები, ეს იმ დაავადებათა მცირე ჩამონათვალია, რომელსაც პლასტიკის გამოყენება და გარემოში მისი გავრცელება იწვევს. სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობა 21 საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღებას განაგრძობს.
1978 წლის 14 აპრილი ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული საზოგადოება ახალგაზრდების პეტიცია და წინააღმდეგობა, რამაც ეროვნული იდენტობის სიმბოლოს ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა. დღეს დედაენის დღეა. ისტორიული თარიღის აღსანიშნავად ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა. დეტალებს მარიამ რატიანი გიამბობთ. დაავტოვოთ, შევინარჩუნოთ ფორმულირება, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ენას ქართული ენის გამოცხადებას. ეს ისტორიული გამარჯვება ზუსტად 48 წლის წინ ქუჩაში საკუთარი ქვეყნის იდენტობის ენის დასაცავად გამოსული 100,000-მდე ადამიანის ბრძოლის შედეგია. მტკიცე და თავგანწირული პოზიცია. ასეთი იყო ქართველი ხალხის პასუხი საბჭოთა კავშირის იმ გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი კონსტიტუციურად უნდა ჩამორთმეოდა. თითქმის ნახევარი საუკუნის წინ ქართველმა ხალხმა შექმნა პრეცედენტი, როდესაც საბჭოთა კავშირი იძულებული გახდა დემონსტრაციის მოთხოვნა გაეთვალისწინებინა და პოზიციები დაეთმო. საქართველოს დედაენის დღეს აღნიშნავს. გილოცავთ დედაენის დღეს 1978 წლის 14 აპრილს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია ამ დღეს საქართველო. ერთ მუშტად შეიკრა დედაენის დასაცავად. ეს იყო უპრეცედენტო მოვლენა ქართველმა ერმა მსოფლიოს დაანახა, რომ არასოდეს დათმობს ეროვნულ ღირსებას. მაშინ ენის დაცვა ნიშნავდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს იდეის გადარჩენას. სწორედ ამიტომ ისტორიულმა გამარჯვებამ უმძლავრესი ბიძგი მისცა ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას. 14 აპრილის თაობამ შეინარჩუნა ფუნდამენტი, რომელზეც დღეს ჩვენი სუვერენიტეტი დგას. ჩვენი ვალდებულება მშობლიური ენის მიმართ მარადიულია. თანამედროვე სამყაროში ეროვნული თვითმყოფადობის დაცვა კვლავ დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ჩვენი ვალია განუხრელად ვიზრუნოთ ჩვენს ყველაზე ცოცხალ ეროვნულ საგანძურზე. დედაენის სიძლიერე და განვითარება ქართული სახელმწიფოს სიმტკიცის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა. დღევანდელი დღისა და ქართული ენის მნიშვნელობაზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემაც ისაუბრა. მეუფეში ომ ქადაგებისას ილია მეორე სიტყვები გაიხსენა და მრევლს ენის შენახვისა და გადარჩენისთვის განსაკუთრებით ზრუნვისკენ მოუწოდა. ჩვენი ენა უძველესი, უმშვენიერესი და ასაოცრად დიდებული არის ერთ-ერთი დიდი საუნჯე ღმერთისგან ბოძებული. აი მისი უწმინდესობას და უნეტარესობას უთქვავს, რომ შეუდარებია ქართული ენა ღმერთისგან მომავალ მუსიკასთან. საღვთო სულიერ მუსიკას შეადარა, რომლის შენახვამაც განაპირობა ჩვენი ერის დღემდე გადარჩენა. ამიტომ გვართებს ძვირფასო ძმებო და დებო, განსაკუთრებით ზრუნვა ჩვენი მშობლიური და უნიკალური ენის შენახვისთვის და გადარჩენისთვის. საზეიმო ღონისძიება გაიმართა საქართველოს პარლამენტშიც, სადაც შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ქვეყნის ისტორიაში ქართული ენის უნიკალურ როლს დაეთმო. შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნა, სადაც ჩალვა პაპუაშვილმა თავის სიტყვაში ხაზი ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, მის სულიერ და კულტურულ მნიშვნელობას გაუსვა. საზოგადოებას ასევე მარიამ ლაშხმა, თამარ მახარაშვილმა, ბექა ოდიშარიამ და გიორგი ალიბეგაშვილმა მიმართეს. ყველა გამომსვლელი ერთხმად აღნიშნავდა, რომ ქართული ენა არა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება, არამედ ერის მეხსიერება, მისი წარსულის, აწმყოსა და მომავლის ცოცხალი ხაზია. ქართული ენა ეს არ არის მხოლოდ სიტყვათა კრებული, ეს არის ცივილიზაცია. ეს არის უწყვეტობა, რომელიც ერთმანეთისგან საუკუნეებით დაშორებულ თაობებს აკავშირებს. ქართულმა ხალხმა მტკიცედ უთხრა არა გარე ძალის თავსმოყრულ ნებას. ეს იყო მკაფიო გზავნილი. ქართულმა შეიძლება ბევრი სიძნელე აიტანოს, მაგრამ საკუთარ იდენტობაზე ხელისყრებას ის არასდროს შეეღვია. ქართული ენის შენარჩუნებას ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა ჩვენს როგორც ინტელექტუალებს, ასევე იმ ეროვნულ დამცველებს, რომლებმაც ჩვენი ქართული ენა შეინარჩუნა. სამცხე ჯავახეთის უნივერსიტეტში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს შეხვდა და ქართული ენის დღე მიულოცა სახელმწიფო მინისტრმა. თეა ახვლედიანმა ყურადღებას საქართველოს კულტურულად და ენობრივად მრავალფეროვან საზოგადოებაში სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა უშუალო და თბილ გარემოში ასეთ მიზანდასახულ და მოტივირებულ ახალგაზრდებთან ერთად განგვეხილა ქართული ენის ცოდნის დონის ამაღლების, მისი უფრო ფართო დამკვიდრების და განვითარების და სახელმწიფოებრივი სტატუსის გაძლიერების მნიშვნელობა. ძალიან ბევრი სიახლე გავიგეთ და ჩვენი დღევანდელი დღე განსაკუთრებით საინტერესო იყო იმ მხრივ, რომ შევძელით ჩვენი აზრები გამოვთქვათ. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და სახელმწიფო ენის დღე მიულოცა მინისტრის მოადგილემ. ზვიად გაბისონიამ განსაკუთრებული ყურადღება გლობალიზაციისა და ციფრული ტრანსფორმაციის პირობებში ქართული ენის გაძლიერების აუცილებლობაზე გაამახვილა. ბაკალავრიატის დონეზე ჩვენ ქართული ენა განსაზღვრეთ როგორც სავალდებულო კურსი, შესაბამისად ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის დონეზე სავალდებულო წესით ისწავლება ქართული ენის კურსი. გარდა ამისა ჩვენ მუშაობთ ძალიან აქტიურად გაციფრულების ეპოქაში, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, შესაბამისი ქართული ენის LLM მოდელების განვითარების ნაწილზე. დედაენის დღე გამოფენით აღინიშნა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ზუსტად 150 წლის წინ გამოიცა იაკობ გოგებაშვილის დედაენა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ეროვნულმა ბიბლიოთეკამ 1876 წლის დედაენის ხელახალი გამოცემა უზრუნველყო. კონსტანტინე გამსახურდიამ დედაენის მნიშვნელობაზე ისაუბრა და 48 წლის წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენა. იაკობ გოგებაშვილის დედაენა ეს არ არის მხოლოდ უბრალო სახელი. ეს არის ის საფუძველი, რაზეც ეფუძნება ჩვენი იდენტობის მიმართ სიყვარული ჩვენი მშობლიური ენის მიმართ და ამავე დროს ეს ის საფუძველია, რაზეც აიგო ქართული განათლების სტანდარტი. საბჭოთა კავშირი ეს ასეთ ცდილობებს სასტიკად ახშობდა, მაგრამ ვერაფერი ვერ მოახერხა 1978 წლის 14 აპრილს. 1978 წლის 14 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია. უკვე 48 წელია, რაც ამ დღეს საქართველოს საკუთარი ფუნდამენტის შენარჩუნებას ზეიმობს და სიამაყით იხსენებს მოვლენას, რომელმაც საკუთარი ენა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საბჭოთა კავშირში შემავალ სხვა ქვეყნებსაც შეუნარჩუნა. ეს იყო პოზიტივის საინფორმაციო გამოშვება შვიცაძე, მოხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.